ვაუ, ლაგებია. გაუმარჯოს. აუ, პირველ რიგში არ დამავიწყდეს. ბარბარე, შენ კომპიუტერია? რა არის ხალო ეს სტიკერები? ამბავი სტიკერები დავკო. აუ, ერთი რაღაც მოგიხარ. წეგანდ დილანდელ ვიდეოს ვინც უყურა და იქ სახიობებზე ვლაპარაკობ, წეგანდ კარგად ვიცინეთ კომენტარი რა დამწერეს. სახიობებზე ვლაპარაკობ, ვერ გავიხსენე ჯულია რობერტსი და მეთქი აი ეს კინო რო ხო იცი გაქცეული პატარძალი მეთქი რა მელ გიბსონი და ჯულია რობერტსი რა მელ გიბსონი ქალო რიჩარდ გირი აი მე ხალხლო ვაშკარად ქვემოთ ხარეს რომ მოხდებინათ ეს თან და შევიდე და არა სხუბრობის გარეშე ბილობილი უნდა ვიყიდო იმედი ეგეცდა ხდება ვაი მე ამ ბოლო ხანებში მით უმეტეს ვატყობ მე მგონი ეს რაც მე ახლა ვირუსი მქონდა სამფეხა ვიპოვე ხალხნო ძლივს მე მგონი ახლა მე რაც ვირუსი მქონდა წინაზეც თქვი რომ ანუ არ ჩამოუვარდებოდა კორონას რა აი კორონის დროს როგორც აი ზუსტად მასე ვიყავ ხო და იმ პერიოდში დავემართა ესეთი რაღაცა და უეჭველი მქონდა კორონა უბრალოდ ისეთი ფსიქოლოგიურად ძლიერი აღარ იყო როგორც ადრე ხალხს ანადგურებდა და ჭირდება ხალხ მართლა ჭირდება ხო ეხლა საქმე დავიწყე და მეზარება თქვენით რომ მარტო საქმის გაკეთება მე მგონი YouTube-ს თუ გაუქმებენ უბრალოდ მე ესეთ გიჟივით ტელეფონზე ვილაპარაკებ ხოლმე ასე რომ თქვენთან ერთად მინდა ეს ყველაფერი გავაკეთო ეხლა ხო და თან რა მინდა იცი ამ ვიდეოს შემდეგ მინდა გადავიღო ვიდეო რომლებიც ხართ ახლები და ეს ბოლო პერიოდია საერთოდ არ გადამიღია არაფერი ხელოვნების მხრივ, რასაც ძირითადად ჩემი საქმიანობაა და რომლითაც ცხოვრობ. ამიტომ გავაკეთებ ნივთს, გადავიღებ ვიდეოს, რა თქმა უნდა, გავაკეთებ ნივთს, რომელიც თუ გაიყიდა, მე გაიყიდება, თუ არა და დიდი სიამოვნებით დავიტოვებ ოჯახში, იმიტომ რომ მე ეგ ნივთი უკვე ალბათ ერთი 50 ცალი მაინც მაქვს გაყიდული, არა მეტი რა 50 იმიტომ რომ ბოლოს 20 ცალი მარტო ერთნაირად გავაკეთე. ქვების გოგო ხო გახსოვთ, კოლექციას ავით რომ გავაკეთე, გავყიდე. ხო და მე არ მაქვს. საკუთარ სახში არ მაქვს. ამიტომ ოღონდ უნდა გავაკეთო განსხვავებული, როგორც დაახლოებით კედელზე გავაკეთე, ჩემ ეზოს კედელზე. ხო და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებ და თან ისე მინდა გავაკეთო, რომ დავამთავრო დღევანდელ დღესვე. და თუ გაიყიდება, იმიტომ რომ თუ ვიღაცა სურვილი ექნება აუცილებლად მივყიდე და მე გავაკეთებ ჩემს თუ ის გაიყიდება მე გავაკეთე ხო და ეგრე გაიგე ამ ვიდეოს შემდეგ გავაკეთოთ რამე რუმეები და მანამდე ვიქალეთ რომ ანუ ბევრჯერ მithქვია მე რომ ხან არის ხოლმე რომ იმიტომ ვერ ვიღებ ვიდეოს რომ რაღაცა სახლის საქმე გროვდება რაღაცა და ყოველთვის არჩევანის წინაშე რომ დავდგე ვიდეო გადავიღოთ მაგალითად საწოლი ავალაგო საწოლს ავალაგებ ხო ეს არ შეიმჩნიეთ იმიტომ რომ ეს ცოტა ხანში აღარ იქნება ხალხო ეს აიტანეთ ცოტა ხანი ერთი აი მაისამდე ივნისამდე აიტანეთ ეს იმიტომ რომ მეც უკვე წამებს ვთქვი ეს თეთრეულის დღე მაქვს. ამიტომ რადგან მე არ უნდა გავრეცხო და მანქანა უნდა გარეწყოს, გადავაძროთ ერთია. ეს. მოჩ. ზათა. ბარბარე. შენი თეთრეული არ არის გადასაძრობი? და რა უყავი? იმიტომ ისება გედაცვალ გასაძიც აციცი რა გადააკარი აროდის არა ქედან აიღებდი მაგას ფაგასთან დაიღებდი მაგრამ საბანი ადვილად გადააკარი საბანი ახალი გადაკრული იყო მარტო ბალიშში ავიღე მე და ბალიშზე რა ქერი ეგეთი რომ გამოწ აუ ნინო იყო ხოლმე რა რომ
ყოველ მეორე დღეს უძვლები არეშის პირს სხვიდან სისხლდენის გამო. შაშანდელიდან ცოტა შეუმცირდა. დავაფაროთ, გადავუკრა საწყებს, ცოტა როქი. ისეთი მაგარი ამინდია, რომ პროგნოზმა არ დაამართლა, რო თქვი, რომ აირევა მეთქი, მაგრამ დიდი შანსია აირიოს. შარშა ზუსტად ასე იყო, თუ არ ვცდები, ან შარშანც. ბოლოს ისე აირია და ჩამოიგრუება და იმედია მოვასწრებ თეთრეულის გაშრობას. ასე. აი მას, აი ესენც მივკეცოთ, რომ დამსახურებულად ჩავიდეთ დაბლა. გუშინ ვიქალე, ძირითადად ხუთშაბათი პარასკევი სამსახურიდან რომ ბრუნდები ხოლმე ოთხშაბათს, მოკლედ ან ხუთშაბათს ან პარასკევს არის ხოლმე ოთახების დღე. წინაზე ხო გარდირობით დავასუფთავე და ნახე არაფერი აღარ დევ, გარდა რაღაცის. ხო და გუშინ წინ დამეზარა და გუშინ იყო ეგ დღე, რომ გამოვწმინე და მთელი ამბები ტვრებიან ყველაფრიანად. ამიტომ რადგან დღეს ლაითად უნდა გავაკეთო, მარტო წერას ვიტყვით შემოვიქროლებ. ამიტომ სრული უფლება მაქვს, რომ სხვა საქმეს მივყო ხელი. მაგიტოა ხოლმე რა ხა, აი ბევრჯერ ხომ მითქვია თქვენთვისაც, რომ აი ძალიან მინდა ხოლმე, რომ რაღაცა გავაკეთო. ნახატი, ან რაღაც, ნახეთ აქ მაქვს ეს ტილო 50-60-ზე, რომელზეც უკვე უნდა სავარაუდოდ ამ კვირაში დავიწყო და რა თქმა უნდა, თუ დავიწყო, დავამთავრებ კიდეც არ მიყვარს დღეებით გადადება. იმიტომ რომ მე ნახატს ხელს აღარ ვადებ. თუ ერთი გავჩერდი და ერთი დღე ხელი არ დავადებ, მორჩა. თუ ვიწყებ, ვამთავრებ იმ წუთას. ხო და აი მაგიტოა ხოლმე რა, რომ რაღაცა მაგალითად სახლში ვარ, ბევრს დაუწერია, რომ აი ხო სახლში ხარ და მოდი რაღაცა, მოდი ლაივში გადი ის, მაგრამ ანუ არ გიშვებს რა ეს სიტუაცია, რომ მაშინ რაღაცა საქმე გრჩება გასაკეთებელი და არ გამოდის. როდესაც ახლა სახლში მოვა წარმოდით ახლა მოდიან ბავშვები სკოლიდან სახლში და რაშა და მეკითხებიან საჭმელი რა არის? აუ იცი რა, საჭმელი არ გამიკეთებია. იმიტომ რომ ვიდეოს ვწერთ. იცი რა, ოთახები არ დამილაგებია, იმიტომ რომ ვიდეოს ვწერთ. ძალიან მიყვარს ეს საქმე, ძალიან, მაგრამ არასოდეს ერთმანეთს ხელს არ შევაშლევინებ ამ ორ საქმეს. ბევრჯერ ეს ადრე უფრო გავაკეთე გათამაშება გახსოვს, სხვა შორის ლალიკო შენია, ისევ მე მაქვს და ხო ვეღარ მოვახერხეთ, რომ შევხვდეთ და მოგცე 2 წლის წინ გათამაშებული ია. ხო, აი მაგის გამო რაღაცას ვერ ვაკეთებ, რაღაცას ვერ გეგმავ და თუ დავგეგმე, შანსი არ არის გაკეთდეს. არ არსებულია, თქვენც ხო იცით. ეს ივანესი აღარ სხვანაირად ვკეცავ ხოლმე ამას. რომ უფრო ადვილად ვალაგებ გარდირებში. აუ გუშინ ნახე ინფორმაცია ალეკო თეთრაშვილის შესახებ და ძალიან შემეცოდა მთელი გახსოვთ მერვე კლასელოს სიმღერა დაღუპულა და აი ძალიან შემეცოდა და აი გული წყდება ხოლმე რომ იმ პერიოდის ხალხი ნენელა იღუპება და ძალიან მიყვარდა ეს კაცი. აი სხვათა შორის ხო არის ახლა ის კომედი შოუები და რაღაცეები ხო იყო, ეხლა კი აღარ არის რავი ზოგი დაიქსახსა, ზოგი იქით არხზე, ზოგი აქეთ არხზე, ზოგი პოლიტიკაში, ზოგია მოკლედ პოლიტიკა რო ბინძურია შევთანხმდით. ყველაფერს ანგრევს, ყველანაირ სიმპათიებს გიქრობს, ვიც იმას მასში ერევა და ამ ბინძურ საქმეში რაღაცა ესე ხელს ყოფს ხოლმე და მიბრძადება. ამიტომ აი ძალიან დამეკარგა წარმოდგენა უმეტესობას.
ამიტომ ბავშვები რო ჩართავენ ხოლმე კომედი შოუს რაღაცას სულ კი ძველები რა. აუ გადართეთ. ჯერ იმდენად უკვე მოძველდა ერთი და იგივე რომ ეს გასაუთებელია, ეს კიდე ნასკია. ეს ნატურალის აქ. ეს სახლისა, სამსახურისა მეკონა ზუსტად ისეთი მაქვს სამსახურის და მაგით. ეს არის სახლის. ჩემი ნასკი. და გული დამწყდა ალეკოს გამო. გუშინ კიდე, გუშინ წინა სხვადასხვა ვინც უყურებთ, არ ვიცი, მაგრამ ულამაზესი სანახაობა ის ყველაფერი. ავუყურებდით სულ ყველანი ერთად იმას ციგურებით ჩემპიონატი იყო ევროპის. ულამაზესი სანახაობა იყო, ულამაზესი და ორი ქულა დააკლდა ქართველს, რომ არ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი. თუმცა ძალიან მაგრად გამოვიდა, ძალიან მაგრად იასპარეზა და ორად-ორი ქულა დააკლდა. ძალიან მაგარი გოგოა. ქართველი არ არის, ანასტასია რაღაცა არაა ქართველი გვარი. მაგრამ საქართველოს სახელი ხო წარადგინა. უმეტესად ისინი ჩამოდიან ხოლმე და ინტერვიუებიან, შეხებაც მქონია, რომ საზღვარგარეთიდან რომ ჩამოდიან და რომ მოწონთ აქაურობა და რომ უყვართ და რაღაცა ბევრ ქართველზე მეტად დიდ პატივს სცემენ ხოლმე აქაურობას და ამ კულტურას. თუ ჩვენ უკვე შიგ ევროპელები ვართ და იქით ვიბრძვით. ისინი აქეთ მოდიან. ჩვენ იქით. აუ ზამთარში დარეცხილი სარეცხი არის უმაგრესი. იცი რატო? აი ხა ეს არის შიდა ჩასწველი მაიკა ჩემი. ოდა ჩემ ცუდ ქალობას განახებთ. არც უნდა დაუთოებას რა. ამას ჩავიცვი დაინახავთ, ვერ დაინახავთ. ოღონდ. და ზირთად არ უნდა არაფერს დაუთოება. ხა ეს არის ნაქსო. მოვკეცო, მე ტანზე გაიჭიმება რა, ტანწეწეტაც მე ვარ. ათო და დავიწერა, ანუ დიეტა დავიწყეთო და ხოლო ჭამის ფერებები. დიეტა არა. კონტროლი. სხვა შორის ახლა შეიძლება ვიღაცამ დაწეროს რა ტვინი წაიღო, მაგრამ ეს ეგრეა და ეხლა რა უკვე ჩემია ესა და დიეტაზე არა ვარ. ეხლა ნინო სანაც იყო წავიდო და წვადი რო გავაცხენო, ხო იცით? ცოტა ხვა მოუტანე და ნახევარი შეჭამა აღარ მინდაო და რაც დარჩა ხა იმ ნახევარს ხო არ გადავაგდებ. ზოგადად რო რაღაც არჩება, აი ეგ მიშურება. ხო შევჭა. მე ან ბარბარეტუს არის იონი არ იტყვის აღარ მინდაო. აღარ მინდაო და რომ ენანება, იმასაც ვჭა. აი მაგანია. ხო და ძალიან ცოტა შევჭამე, იყო 12 საათი. ეხლა ჩემ თავს უთხარ. შენ რო პირი გააღო მანამ და დაახლოებით 3 საათამდე რამე შეჭამო, აი არ ვიცი, მოგკლავ. ამიტომ 3 საათი რო გახდება, შევჭამ ცოტას, ეხლა საერთოდ არ ამში. მე დაახლოებით 6-ისთვის შევჭამ და იქ იქნება. ანუ საკუთარ თავს არ უნდა უღალატო რა. ეს ჩემია იონეს რატო დავდე. საკუთარ თავს არ უნდა უღალატო რა. რა გახდა ღმერთო იმის მაგივრად რომ დავიკლო. რა ქნა იმ სასწორმა გული გამიხეთქა გუშინავ ყოფაში რომ ვიწოდე. გვეკაიხარ. უნდა ნონას უთხრა მე. შეამოწმეთ ეგ სასწორი ვერ არის კარგი. ინა მოსაბრუნებელი გავხდი რომ დავდეკი. ნუ ყოველ შემთხვევაში თავს ვიიმედებ რომ ვერ არის კარგი სასწორი. მე მგონია ის პერიოდი მოვიდა გარდირობების გადმოყრის და რაღაცას რო გავისური ხოლმე და გადავყრი რასაც არიცი მე რაც გამოუყენებლად დევს თან ისეთი რამეა რომ ვერავისეც ვერ აჩუქებ აი ეგეთი რაღაცებნა მოვისრიალო ნინა ხო არ მოვიდა ბარბარე დღეს ახალგაზრდულ ცენტრში რაღაცა შეხვედრა არის
4 საათს. და რაშან მინდო დაარეგისტრირა წავალო. და ვინც ატარებს სოფიკო გოგოჩაშვილი. და კიდე რამდენიმე მე-11 კლასში ჩვენც დავდიოდით ხოლმე ეგეთი ფსიქოლოგიური ტრენინგები იყო ხოლმე ღმერთო, არ ვიცი. წავიდოდი, მაგრამ იქნებოდა ლაშეც იყო ხოლმე და ერთ-ერთი ის იყო ლაშა, რომ ვისაც მიყავდათ ხოლმე ეგ დიდები ვინც იყო რა სოფო და ლაშა. აი უმაგრესი იყო და იმდენი სასიამოვნო ის ჯერის რომ მუშაობ შენ თავზე ასე კრუგში რომ სხედან და შენ რომ უნდა ილაპარაკო და ამით ძლევ შენი აზრის გამოხატოს, ანუ არ გცხვენია და რაღაცა აი ძალიან მაგარია რა და ძალიან მაგრად მუშაობს და ეგეთ რაღაცებში ბავშვები ჩართეთ ხოლმე თუ არის შესაძლებლობა თქვენს გარშემო. იმიტომ რომ შაშა რომ ეხლა რაც ტარდება სხვანაირია და შაშანდელიდან დაიწყო ნინო ეგეთ რაღაცებში მონაწილეობის მიღებაო. აქ ჩვენთან არის ახალგაზრდული ცენტრი. სამმა დააწესა რა. დაარსა ერთ-ერთი ალაშა გიო და გვანცა, რომელიც კურირებენ ამ ყველაფერს, ხო და ძალიან მაგარია ბავშვებისთვის რა. და ნინო სიხარულით წავა დღეს თუ რაღაცა ის და ზუსტად ვიცი რომ უბედნიერესი მოვა, იმიტომ რომ აი მე რომ მიხამ 15 წლის ვიყავი და რაღაცა და უფრო გააზრებულად მიხარო და ხოლმე რომ თენდებოდა რომ ტრენინგის დღე იყო, 4 შაბათი პარასკევი იყო გაკვეთილების შემდეგ ხოლმე ტრენინგი. ძალიან მაგარი იყო. აჰა, თქვენთან ერთად საუბარში თქვათ ბოლომდე არ დავისრულებია, მაგრამ ზამთრის სარეცხი დავასრულე. ზამთრის სარეცხი. აი, ფულები და ის დაილოცოს. მალე შრება. თბილია, როგორი თხელიც არ უნდა იყოს, გაუთოვება მას არ უნდა. აი ეს ის. არ ვიცი რატო ავიღეს, ნახეთ რა ხელა. არ ვიცი რატო ავიღეს, მაგრამ აი იმდენად რაღაცნაირი ბილი და ის არის, რომ ერთხელ ვიდეოში თუ აი ფანფარათი მოგევლინეთ, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში ძალიან მიყვარს ეს ფართო, ისედაც მიყვარდა აი ჩაჩის სტილის ტანსაცმელი და რაღაცა თავისუფლებას აღვიქო მაგ ეგეთ ტანსაცმელში, ვიდრე აი ესეთებში. ხო და ერთხელაც ვამით მოგევლინეთ ვიდეოში, არ გაგიკვირდეთ. ვიცი ესე არ დაიკეცება ეს. აუ წეღან ვიდეო რო დავდე დანიელის ვიდეოთი რო დაგემშვიდობეთ, სხვათა შორის ვფიქრობდი რომ ეგ ვიდეო წამეშალა. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ მაგ ვიდეოს დამიბლოკავდნენ. და იმის გამო ვინც უყურათ წინა ვიდეოს, ბოლოში დანიელის კადრებია და ტელევიზორში უყურებს პატარების დიდი შოუს და იმაში გადის სულხიშვილების მუსიკა. და ზუსტად ვიცოდი 99.9%-ით რომ ამ ვიდეოს დაბლოკავდნენ, მაგრამ აი ჰოი საოცრებავ გაუშვეს. ან სავარაუდოდ ალგორითმა არ შეამოწმა. მე ძალიან დიდი შანსია რომ 2-3 დღის მერე გამიწით. შეიძლება ეხაც არის გაწეთლებული რა იცი. ეს ბარბარისი. არც გაუთხოვა, არც არაფერი. ნახე რამდენად სარეცხი დავამუშავე. კიდე რატო ვერ იდები ხოლმე, ჯერ ის რომ აი ხარ უკითხავთ ვიდეოს მე რამე გავაკეთოთ თქო. წინაზე მინდოდა, მაგრამ ხერხი არ ეკეთა იმას. ანუ სალი სიქვა ეკეთა, რაზეც ახლა უნდა გავხერხო. ხო და კი ვუკეთებ ხოლმე, მაგრამ იმდენად კარგად ვერ ვუკეთებ რა და მეშინია უცბად ეს სახერხი ისე გამოისროლოს და თავი არ წამოკვეთოს. ჯერ ისედაც ხომ მეშინია მაგ ხერხის და ძალიან ფრთხილად ვუკეთებ ხოლმე. ხო და თან აი როდესაც მომინდება ხოლმე ამის გაკეთება, აღმოვაჩენ ხოლმე რომ
უკვე დავიბანე, უკვე ვიბანავე ის და ხერხის დროს რაც ხდება იქ გარშემო ხო იცით, მაგრამ ჯანდაბას ვიბანაოთ საღამოს. წელიწადში ერთხელ ვიბანაო, ფერი მოხდება. ამიტომ სანამ ეგრეთ წოდებული სურვილი და მუარი აქვს ადამიანს, უნდა გააკეთოს და აი მოვჩი უკვე თითქმის რა, ამის დაკეცვა და წავიდეთ ახლა და დავიწყოთ გაკეთება. ეს არის ნინოსი, მოიცა ის გადავკეთო. ჯინსებს ზოგადად ვაუთხოვებ ხოლმე, მაგრამ რო ჩამოვხსნი ხოლმე და კარგ მდგომარეობაში დავალაგებ. უკვე აღარ ვაუთხოვებ. ნინოსებს თორე ივანესი როგორც არ უნდა დადო, დიდია მაინც და ჭირხობილი წავა. ესეც ეს. მე ვეღარ მორჩა ხარ ხოლმე კი დაუფარე კადრი უკვე. ჩემი ყოყლოყო წვირის. სავარაუდოდ ძირითადი ნაწილი მარტო ვიქნები სახლში. ეხლა ცოტა ხანში ნინო მოვა, დაახლოებით 1 საათში წავა. მაგ პერიოდში აი მეს გუშინეს რო ჩამოხსენი. ყავა მეჭირე ხეს ყავა გადამისხმია ზედ ჩემი უკა. ზუსტად მაგ დროს წავა ბარბარეც და მე წავა იოანე. ანუ ზოგი მოვაზოგი წავა. დღეს ხათაშორის სოფო აპირებდა ჩემთან მოსვლას, მაგრამ არ მოდის. იმიტომ რომ მუშა მომდის და სახლშიო. იმედია რამენაირად მოახერხებს. ვარ მოახერხებს ჯანიც მაგას დაიწყოს კიდე რა. აი ეგრე. ეს გავასწორო. მინისამდე ეს ხوار იქნება. ესეც თავისუფალია. უბრალოდ ეხლა დაკეცილების შენაკების დრო მოხდა. მაგრამ საღამოს შევალაგებთ. ასე რომ ეხლა წავალ, შევყრით ეთრეულს და წავიდეთ დავიწყოთ ისე გაკვეთებაც გვინდა. და ჯერ ამ ვიდეოს უყურეთ. აიყვანეთ ათას ნახვაზე. თუ არ დაგეზარებათ დალაიქეთ. ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ, იმიტომ კი არა კაცო. უბრალოდ იმაში რომ შევდივარ ხოლმე ისე ინტერესის გულიზე, აღმოჩნდება ხოლმე რომ 50-50-ზე, ანუ 50 კაცი კი არა პროცენტი მიყურებს გამოწერით და 50 გამოწერის გარეშე. ისიც ვიცი რომ ბევრს არ აქვს არხი. არ იცი როგორ შექმნან არხი, მაგრამ ბევრს აქვს არხი და უბრალოდ არ იცი. ეხლა ისე მომივიდა რა, დროზე ხა გამოიწერეთ. თუ მოგეწონებათ, თუ მელოდებით ხოლმე და თუ გინდათ რომ არ გავიშალოთ მები და არ გავუბრალთ და გამოიწერეთ. არა, ხუბრობ. მოკლედ, თუ გინდათ გამოიწერეთ, თუ არ გინდათ ნუ გამოიწერეთ. თქვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ ვიყურეთ და რეკლამებს უყურეთ ხოლმე ბოლომდე. შუქი რატუანთი აქვს. რა თანთია შუქი აქვს. ბოლომდე უყურეთ, თუნდაც ინდური დაიწყოს ხოლმე. წავედი ახლა ხალხნებო. დავიწყოთ აბა ის რისი გაკეთებაც გვინდა.